მოგესალმებით ვირтуальურ საზოგადოებო. დღეს ვისაუბრებთ მადლის შესახებ. მოგეხსენებათ, მადლი სხვადასხვა გვარი არსებობს და სხვადასხვა გვარად მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე. ზოგადად თუ ვისაუბრებთ სამყაროზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს საყოველთაო მადლი, რომელიც მთელ კაცობრიობას მოიცავს, მათ შორის ადამიანის დაცემის შემდეგ მდგომარეობასაც კი და მეორე რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის მაცხოვნებელი მადლი, რომელიც მოქმედებს დედა ეკლესიის წიაღში. ის რომ არსებობს სხვადასხვა სახის მადლი და სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანზე, ხომ? ეს კარგად ჩანს წმინდა წერილიდან, კერძოდ ჩვენ ვხედავთ ამას იგავებში, სადაც საუბარია ტალანტის შესახებ, იგივე კანკარის შესახებ, იგივე სხვადასხვა მადლის მოქმედებების შესახებ, სადაც მაგალითად მათე მახარებელთან 25 თავში არის ეს იგავი საუბარია ადამიანებზე, რომლებმაც მიიღო 5 კანკარი, რომლებმაც მიიღო 2 და რომლებმაც მიიღო 1 კანკარი. აქედანაც უკვე კაფიოდ ჩანს ის, რაზეც ვსაუბრობ ჩვენ, რომ არსებობს განსხვავებული სახის მადლი და არსებობს სხვადასხვანაირად მიეწოდება ადამიანს და ეს უცხადესად ჩანს აი ამ იგავში, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის გახლავთ წმინდადან, რომ ის 5 კანკარის მფლობელი, რომელიც ამრავლებს და კიდევ დანარჩენ 5 შეძენს, ხო და მიუძღვის ამას უფალს, ჩვენ ვხედავთ, რომ აქ არის მადლის მოქმედების საშუალებები, ანუ როგორც სახარება გვიბრძანებს ჩვენ, მადლისა წილ. ანუ ის მადლით მოძებული ნიჭი და ტალანტი და კანკარი, რომელიც ჰქონდა ადამიანს, 5 ხო, ის იგივე იმ ღვთისგან მოძებული მადლით მან განამრავლა ის და გახადა 10. იგივე გააკეთა, როგორც დავინახეთ ჩვენ სახარებიდან, 2 კანკარის მფლობელმაც, ანუ 2 ნიჭი, 2 მადლი მიეცა, 2-ია რაოდენობრივად ეს მადლის მოქმედება ადამიანში და ამ 2-დან მან კიდევ 2 შეძინა. ეხლა საინტერესო რა არის? ვისაც 1 კანკარი მიცა, ის უცნაურ სიტყვებს ეუბნება უფალს, რომ ახა ესე რა შენთანა არს. რა და როგორ უნდა გავიგოთ ეს იგავი ჩვენ. გასაგებია 2 და 5 კანკარის მფლობელმა, როგორც გითხარით, სახარებისეული მადლისა წილ გაამრავლა ეს მადლი და სწორედ თავისი ამ მადლის მოქმედებით იმოღვაწევეს და იმუშაკეს და შედეგად დადეს ის მეორე დანარჩენი 5 და 2, ხოლო აი ამან ვისაც 1 ჰქონდა, რატომღაც ჩათვალა, რომ ის მადლი, რომელიც ღვთისგან მიიღების, ხომ, მან ეს მადლი უნდა დაუბრუნოს მომცემს და თვითონ თუ რაიმე შეძენს ამას ყოველივეს, ეს იქნებოდა უკვე, ასე ვთქვათ, მისი ნამუშაკარი და მისი, ასე ვთქვათ, სამართლიანად მოხვეჭილი ტალანტი და ნიჭი. და შესაბამისად ეს საქმე, რომელსაც ის გააკეთებდა, ეს იქნებოდა უკვე არა მადლის გამოცემული, არამედ თვითონ როგორც მოღვაწე ადამიანი, თითქოს თავად ღვთის გარეშე, მადლის გარეშე შეძლებდა ამის გაკეთებას. და ამიტომაც მაცხოვარი სიტყვები აი ამ ერთის მიმართ არის მეტად მკაცრი და ვხედავთ ჩვენ პირდაპირ, რომ ეუბნება ესეც, რომ ის ერთიც წაართვითო და რაც ჰქონდა, ისიც აღარ მიეცა მას. შესაბამისად, რა ხვედრს მოიპოვებდა ესეთი ადამიანი თავისი ღვაწლით, ბრჭყალებშია ეს ღვაწლი, რა თქმა უნდა, თავისი საქმიანობა, თუ ღვთის მადლი არ ახლავს მას, თუ სად შეიძლება მიიყვანოს ის. სხვანაირად რო ვთქვათ, თუ სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ ივანე მახარებელთან მადლისა წილ, აი ამ ადამიანებს, ცხონებისათვის როგორც არის საჭირო, ხო? ასეთ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავისი ღვაწლი, თავისი უნარით, თავისი ნიჭით და ასე შემდეგ შეუძლია რაღაცები გააკეთოს ცხოვრებაში, წარმატებაც მოიპოვოს, თუნდაც ეკლესიური ცხოვრებითაც დიდი მლოცველი, დიდი ასკეტი გახდეს და ასე შემდეგ, თავისი ღვაწლით
ესეთი ადამიანები სინამდვილეში ამბობენ, რომ არა მადლისაწილ, არამედ მადლი ჩემი საკუთარი სამართლიანი შემოქმედებითი უნარებისაწილ, რაც იქნებოდა კატეგორიულად მიუღებელი, ეს არის ის სინერგიული დამოკიდებულება, რომელიც თავის დროზე იქნა მხილებული ეკლესიაში, ვიცით ჩვენ ნეტარი ავგუსტინეს მიერ და მაშინდელი დასავლეთის ეკლესიის მიერ არაერთი კრებად შედგა ამ კუთხით, სადაც განისაზღვრა, რომ თითონის საქმიანობა, ღვაწლიც, კეთილსაქმეებზე აქვს საუბარი, ლოცვა თუ სიყვარული თუ სხვა სათნოებები, რომლებიც ადამიანს მიეცემა, ეს არის უშუალოდ ნიჭის ღვთის მადლის მონიჭებული ნიჭი და არავითარ შემთხვევაში აქ საქმე არ გვაქვს ჩვენ საკუთარ ნიჭთან, საკუთარ ტალანტთან და თუ ვინც ფიქრობს, რომ ეს საკუთარი ტალანტია, ის მიემსგავსება იმ ერთი კანკარის მფლობელს, რომელმაც დააბრუნა ის ნიჭი და თვითონ იფიქრა, რომ რაღაცას გააკეთებდა და დავინახეთ, რომ ვერც ვერაფერი გააკეთა მან. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე საკითხი და მეორე იგავი, სადაც საუბარია ასევე აი ამ მადლის მოქმედებაზე, აქ უკვე ლუკა მახარებელთან არის ეს მე-18 მუხლში და ასევე მათესთანაც არის მე-20 მუხლში საუბარი, სადაც აქცენტი უკვე არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე კეთდება. და კერძოდ რას გულისხმობ ჩვენ? აი გახსოვთ ყველას, ხო, მე-11 ჟამს მოსრული ქრისტიანების შესახებ, ხო? იყო პირველი ჟამის მოსრული ქრისტიანები, მე-3 ჟამის, მე-5 ჟამის და მე-11 ჟამის ქრისტიანები. და რას ვხედავთ ჩვენ აი ამ იგავიდან და აქ ტალანტების ესე იგი განაწილება როგორ ხდება? მოვიდა მე-11 ჟამს მოსულები, ფაქტიურად არაფერი გაუკეთებიათ მათ ასეთი საკუთარი ღვაწლი რო თქვა, ხო? მე-11 ჟამს რატო ქვია? ანუ ბოლოს მე-12-ია და დასრულდა, ხო? და მე-11 ჟამის მოსული და მიიღო ერთი თავისთვის, ესე იგი, რაც აღუთქვა მას ღმერთმა, ის ტალანტი და ის მადლი, კანკარი, თუ რაც გინდა გნებავთ დაარქვით მას, მოვიდა დანარჩენებიც, რომლებმაც იღვაწეს, ხო, პირველი ჟამის მოღვაწეებმა, მე-3 ჟამის, მე-5, მე-7, ასე შემდეგ, ხო, ჟამის მოსულება და მოვიდნენ და იმათმაც იგივე, აბსოლუტურად იგივე რაოდენობის ტალანტი და მადლი მიიღეს, რაც აღუთქვა ღმერთმა მათ, მაგრამ თვითონ ეგონათ, რომ მეც მიიღებდნენ. რატო? იმიტომ რომ მე-11 ჟამის მისულს აი ამ თავისი ღვაწლიდან, საკუთარი შემოქმედებით უნარებზე მაქვს საუბარი. ამ კუთხით ვერაფერი ვერ გააკეთეს, მაგრამ ის მადლი მაინც მიიღეს, მოვიდა პირველი და რა თქმა უნდა, ეხლა იმას გონია, რომ გაცილებით უფრო მეც მიიღებს, მაგრამ საკვანძო სიტყვები აქ რა გახლავთ, ამას მოგახსენეთ ეხლა და ეს პრეტენზია, რომელიც წაუყენეს მათ, ხო, მიიღეს ესეთი პასუხი, რომ ხოლო მე მნებავს უკანასკნელს ამასა მიცემად ვითარცა შენ, ანუ არაჯერ არ შემდა რაიცა მინდეს ყოფად ჩემსა ზედა. ანუ ესე იგი, აქ საუბარი რაზეა, რომ მე უფალი ამბობს, როგორც გულმოწყალე, როგორც ყოვლის შემძლებელი, ყოვლის მცოდნე და ყოველივე მის შემოქმედებით უნარებში მოიცავს ყოველივეს ამას, რაც სამყაროშია, ის ამბობს, რომ უფალი რომ რაიცა მინდეს ყოფად არ უნდა გავაკეთო, ანუ მე თუ მინდა რომ აი ეს კაცი ვაცხოვნო რა, იმას უნდა ელოდოს უფალმა, რომ ვიღაცა იტყვის, რომ მე უფრო მეტი ვიღვაწე და მე უფრო დიდი ლოცვები თქვი, სად არის აქ სახარებისეული დამოკიდებულება, ხო? თან რაც ვხედავ ჩვენ როცა საუბარია ორ ჯვარცმულ ავაზაკზე, სად ვხედავ ჩვენ იმ ღვაწლს, რომელიც ქონდა იმ ავაზაკს, არაფერი ღვაწლი იქ არ არის, იქ ჩანს მარტო სინანული იმ მომენტში, რომ ნამდვილად მას მთელი თავისი ცხოვრება ამაოებაში განვლოდა, ეს ყველაფერი წამებში დაანახა უფალს თავისი სულიერი მდგომარეობა, სიღატაკე ამ ქვეყნიური გაგებით, ანუ ღვაწლი და სიკეთეების ხრივ და დაანახა ის, რომ ღვთის გარეშე მისი ცხოვრება არაფერია და ეს
თუნდაც ის ერთი წამი იყო, იმ ერთმა წამმა გადაწონა მთელი მისი ავაზაკური ცხოვრება, თავისი მკვლელობებით, მუშაობებით, ძარცვებით და ყოველივე ბოროტებით. აქ ჩვენ კიდევ ერთხელ ხედავთ, სხვადასხვა კუთხით იყო იქ ტალანტები გამრავდა, აქ ერთ ტალანტზეა საუბარი, მაგრამ ეს ერთი ტალანტი ისე არის გადანაწილებული, რომ ეს არის ის ღვთის მადლი, რომელიც მიეცემული აქვს ადამიანს და აი ამ კუთხით ის ამ მადლს თუ გაუფრთხილდება, ის მოიპოვებს ცხონებას. ჩვენ პატერიკებით გვახსოვს ამ კუთხით, აი ამ 11 ჟამის იგავთან დაახლოებული შინაარსის გახლავთ, არის ესეთი დიდი წმინდა მამებთან არის პატერიკებში სამწუხაროდ სახელი არ მახსენდება, მაგრამ ცნობილი, ძალიან ცნობილი პატერიკია და ის ამბობს, პირველი მესამე საუკუნეების მამა, მოღვაწე, დიდი მეუდაბნოე, მას ეკითხებიან, როგორ იქნება ეს მომავალი ცხოვრების მდგომარეობა, როგორი განვითარდება ეს ყველაფერი და ის ამბობს, რომ ჩვენმა თაობამო, ჩვენი პერიოდში აღვასრულეთო ცნებები. ჩვენს შემდეგ ვინც იქნებაო, ისინიო ნახევრად აღასრულებენ ცნებებსო. ხოლო ვინცო ბოლო ჟამს იმოღვაწევებსო, ისინი საერთოდ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ გააკეთებენო, მაგრამ მათზე მოვაო განსაცდელებიო და აი ამ განსაცდელებსო ისინიო მადლობით, ღვთის მადლობით მიიღებენო და ვინც აი ესე ღვთის მადლით მიიღებს ამ განსაცდელებს და ვინც დაითმეს მას ბოლომდე, ის ჩვენზეო და ჩვენ მამებზე დიდიც აღმოჩნდებაო. აი ესეთი მანუგეშებელი სიტყვა გახლავთ, მანუგეშებელი იმიტომ, რომ ჩვენ როცა ვკითხულობთ პატერიკებში უდიდეს 8 წლის ფაქტებზე, ხო, არის წარმოუდგენელი მადლზეა საუბარი, რომელიც აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ მთები გადაადგილდეს, იაროს ზღვაზე როგორც ხმელეთზე და მტრებიც კი აღადგინოს, ხო? ადამიანმა ეს ყველაფერი მადლის უხვი მოქმედების შესაძლებლობა და მდგომარეობა იყო და აქედან ამ მადლიდან გამომდინარე ადამიანებს კიდევ უფრო მადლისაწილ რო იტყვიან, ამისი თავისი 8 წლის გამრავლების საშუალება ეძლეოდა. მერე განახევრდა ეს მადლი, შემცირდა და მერე მე-11 ჟამს კიდე, როგორც ვთქვით, კიდევ უფრო შემცირებულ მდგომარეობაშია. იმიტომ კი არა, რომ მადლი ღმერთთან ნაკლებობით, არამედ ადამიანს თავად არ შეუძლია აი ამ მადლის ტვირთვა, ისე როგორც ეს შეესაბამება ესე იგი ჯანსაღ ადამიანს. მაგრამ ესეთი დაცემულ მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამიანში, როგორც ვთქვით, ეს უნარები მაქსიმალურად მოიკლო ადამიანის დაცემის შემდეგ და ეს კარგად ჩანს პავლე მოციქულის სიტყვებიდან და წაგიკითხავთ ახლა აი ამ სიტყვებს, ეს არის ეფესელთან მიმართ მეორე თავში. რამე თუ მადლითა ხართ გამოხსნილ საწმნოებისა მიერ და ესიას თქვენ და არამედ ღვთისა ნიჭიარს, ანუ ესი არა თქვენგან, არამედ ღვთისა ნიჭიარს. არა საქმეთაგან, ნახეთ, ამას ხაზი უნდა გაესვას ყველაფერს, ნახე, ესი არა თქვენგან არისო. ანუ თქვენ თუ ფიქრობთ, რომ გამოხსნილი ხართო საწმნოებითა და ეს თქვენი დამსახურებაო, ეს თქვენგან არ არისო. პირდაპირ ამბობს, არამედ ნიჭი ღვთისა არისო. არა საქმეთაგან, რაითაც არავინ იქადოს. ნახე, ვინმე საქმეები, თავისი საქმეებით რომ არ იქადოსო, ანუ იამაყოსო და თქვასო, რომ აი მე ჩვენი საქმეებით ვართ. რამე თუ მისნი შექმნილნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესოს მიერ საქმეთათვის კეთილთა, რომელთათვის წინასწარ განზადდა ღმერთმა. ნახეთ საოცარი სიტყვები, ანუ ის საქმე კეთილი სინამდვილეში, რომელიც ადამიანმა აღასრულა, ნახეთ, პავლე მოციქული ბრძანებს ამას, რომელთათვის წინასწარ განზადდა ღმერთმა. ანუ ღმერთმა წინასწარ მიცა ამ ადამიანს, ვინც კეთილ საქმეს აკეთებს, იმას წინასწარ მიცა ღმერთმა მადლი, რომ ეს გაეკეთებინა. და არა პირიქით ზოგს როგორია, რომ მე ვიღვაწე და მე მადლმა დამაჯილდოვა, ეს ასე არ არის. ჯერ მადლი გვაჯილდოვებს და მე ის მადლის მეშვეობით ადამიანი ხდება კეთილ საქმეების მკეთებელიც. შეგვიძლია ეს კიდევ სხვა ადგილებზეც აი ტიტესთან აქვს ესეთი რამ ნათქვამი, არა საქმეთაგან სიმართლისათა,
რომელი იგი ვქმენით ჩვენ, არამედ წყალობითა, თვისითა მიხსნა ჩვენ უფალმა. ანუ არა ჩვენი საქმეებიო, სამართლიანი საქმეები რო ქვია, თუნდაც ადამიანური იყოს, მაგრამ სამართლიანი რო ქვია. არა ბატონო, რომელი იგი ვქმენით. არა, არამედ წყალობითა ღვთისათა მიხსნა ჩვენ უფალმა. რაითა განმარტდეთ მადლითა მისითა. ნახეთ, რითი უნდა გავმართლდეთ? დავსვათ ეს საკითხი. ჩვენი საქმეებით? ჩვენი საქმეები კი ვიცით რაც როგორიც არის, ხო? დიდად ვერაფრით ვერ დავიგვეხნით. არამედ გავმართლდეთ უნდა მადლითა მით ღვთისათა. ეს რას ნიშნავს, რომ თუ გვინდა გამართლება ჩვენ ღვთისასწორებით უნდა ვცხოვრობდეთ, იმით კი არა რომ მე ვიმსახურებ რაღაცა დამსახურებულად, როგორც პირველი ჟამის მოსრულემა თქვა, რომ ჩვენ მეტი ტალანტი გვეკუთვნის, იმე მე-11 ჟამს მოვიდა და იმას რატო გვაძლევ ერთნაირად თანაბრად თუ ასე კი არ უნდა ვიფიქროთ ჩვენ. არამედ უნდა ვიფიქროთ ზუსტად ისე, როგორც მე-11 ჟამის მოსული ქრისტიანია, რომ არაფერი მაგ ასეთი ღვაწლმოსილების გამო მხატველი და უფრო მეტიც. საერთოდ სიღატაკით ვარ, სულიერი სიღატაკით გამორჩეული და ერთადერთი ხსნა, საიდანაც არის და საიდანაც ველი, ეს არის უფლის წყალობა და ღვთის მადლი. ესე იქნება ბოლო ჟამსაც და მეორედ მოსვლის დროსაც. და საერთოდ ადამიანი გარდაცვალებას როცა ელოდება, ყოველთვის უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ არა ჩემი ღვაწლით რაღაცა რო ეკლესიაში დავდივარ, ამდენი წელიწადია, ხშირად ვიცით, ხო, ესე თქმა, ამდენი ხანია ვეზიარები, ლოცვებს კითხულობ, რამდენი კეთილი საქმე გავაკეთე და ნუ აი ესეთი პათოსი ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი არის ღვთის წინაშე. რატო? იმიტომ რომ როგორც წმინდა წერილი ბრძანებს, აქვე წინანი უკანა და უკანანი წინა. ეს არის სახარებისეული არსი და ვინ ხდება წინანი უკანა? ვინც ფიქრობს, რომ თავისი ღვაწლით არის დიდი და რაღაცა ისე, ის შეიძლება უცებ გახდეს უკან და უკანა ვინც იყო და ფიქრობდა, რომ აი მეზვერე და ფარისევლის იგავის მსგავსად, ხო, იქ შესანიშნავად ჩანს, რომ ის ერთი წინ იყო, ეს ფარისეველი და მე ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ, შესაძინებს ვაკეთებ, ხო? და საწამავიდა ის წინა, გამოვიდა უკან და უკანა ვინ იყო მეზვარე, რომელიც იძახოდა, ერთ სიტყვას იძახოდა მარტო, რომ ღმერთო მილხინე ცოდვილსა და შემიწყალე. არაფერი მას არ ჰქონდა, არც იკეთესზე რამეზე იმედი ჰქონდა, რომ აი ამის იმედად ვიყო, იმის იმედად ვიყო. არაფერი. ერთადერთი ღვთის კაცმოყვარებას იყო სასწორებდა ის და ერთადერთი რაც აწუხებდა, ეს იყო მისი ცოდვები. ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე. აი ესეთი უნდა იყოს ჩვენი სულისკვეთებაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ და მით უმეტეს თანამედროვე ცხოვრებაში ბევრი ფიქრობს, რომ აი მე ამას ვაკეთებ, მე სავაშენე, ეკლესია გავაკეთე, ავაშენე, გადავაშენე, ესავქენი და რაკენი რომ ისმის სიტყვა ღვთისგან, რა ჩემი მადლის გარეშე გააკეთე რამე თუ რა საქმეც ამაშია, რომ ადამიანი ითვისებს იმას, რაც სინამდვილეში მისი არ არის, გესმით? რაც მადლა მიცა, ხო, იმას იკვეხნის, რომ აი მე გავაკეთე და მე ავაშენე და მე ასე ვქენი და ისე ვქენი, ხო? ან კარგი მომღერალი რო არა ადამიანი და კარგი ხმა მიცა ღმერთმა და მუსიკალური ნიჭი, თქვათ, რა ის უნდა ამბობდეს, რომ მე ასე ვქენი, ისე ვქენი, რა ღმერთს რო მიეცა მისთვის რა იზამდა, რამე სიმღერებ და რამე ისეთ შედევრს შექმნი და რომ ღვთის ნიჭი არ ყოფილიყო ჩადებული წინასწარ. ნახეთ? წინასწარ ჩადებული და აი ამ წინასწარ ჩადებული მადლის მეშვეობით ადამიანი შემდეგ მოქმედებს და ქმნის. და ვინც ასე მადლისაწილ ქმნის, იმან 2-ის ნათლად 4 მიიღო, 5-ის ნათლად 10 მიიღო და ვინც არ მიიღო ეს განწყობა და მადლი ღვთისაგან, ხო, იმან ის რაც ჰქონდა, ისიც დაკარგა. ღმერთმა შეგვიწყალოს და აი ამ პათოსით დავასრულებთ დღევანდელ შეხვედრას. მომავალ შეხვედრამდე.